და მამისათან, დადისა და შვილისათან. მოგესალმებით. ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს სამართალზე. Ოთ ხა ცოტა განსხვავებული დატვირთვით იქნება ეს საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ განვიხილეთ საეკლესიო კრებები, ეს იყო ადგილობრივი კრებები, შემდეგ სოფლიო კრებები, რომ ჩვენ 7 სოფლიო კრების სხვადასხვა დადგენილებები, რომელიც ეხება ზოგი სწავლამოთხრებას და შიდა ორგანიზაციულ საკითხებს, ზნეურ-ეთიკურ საკითხებს ეხებოდა თვითონ ეკლესიაში, ეკლესიის წევრებს შორის ავტორიტეტული ეკლესიების იურისდიქციაზე იყო საუბარი და ჩვენ ახლა აქტუალურ საკითხებს შევეხებით. არის ეკლესიის სამართალი და არის საერო სამართალი. საერო სამართალი მრავალფეროვანია. არის სოციალური სამართალი, სამართლის კოდექსი, შრომითი კოდექსი, პროფესიული ურთიერთობის კოდექსი და ასე შემდეგ. ჩვენ ამ მრავალფეროვნებაზე ნაკლებად ვისაუბრებთ. საჭირო შემთხვევაში ხოთ შევეხებით. თავარია რა განსხვავება საეკლესიო სამართალსა და სახელმწიფო სამართალს. განსხვავება დღეს არის უკვე მიღებული და რომ ვრცელდება მსოფლიოში. და არის მოთხოვნა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ეს ცვლილებები სამართლიანი და ეთიკური და ზნეობრივი ნორმებისა შეიცვალოს ყველგან. Იმიტომ ჩვენ მაყურებლებს და ჩვენს ვინოს გავახსენეთ და დასაბამიდან ვიწყეთ. რა საკითხებს ეხებოდა, რომ ჩვენ დასაბამი სამართლის საეკლესიოს და საერო სამართლისა ერთი არის, ეს არის ღვთის სიტყვა და ღვთის კურთხევა. მაგრამ ღვთის სიტყვის ამსრულებელი და კურთხევის ამსრულებელი შეიძლება იყოს მორწმუნე ადამიანი, რომელთან ერთობაშია. და ღვთისაგან გაშორებული და მით უმეტეს რომ დაპირისპირებულია უფალთან. სადია ის სხვა სამართალს ქმნის, თავის სამართალს ქმნის. თავის ნორმებს და რის მიხედვით უკვე სხვადასხვა ახსნას მოითხოვს და მოვლენების. უნდა გავიხსნათ გარკვეული შესავალი საღვთო ისტორიის სამყაროს შექმნის ღვთის მიერ და როდესაც შექმნა ღმერთმა ადამიანი და დაამკვიდრა იგი ედემის ხარეში ბაღში. და ამბობს ვიდაბრძელი და შექმნა კაცი ცოცხალ სულად ღმერთმა და გააშინა უფალმა ღმერთმა 64 ედემში აღმოსავლეთით და დადო იქ კაცი, რომელიც გამოსახა. და შემდეგ უკვე აიყვანა უფალმა ღმერთმა ეს კაცი, რომელიც გამოსახა და დაადგინა იგი შვების სამოსში მის დასამუშავებლად და დასაცავად. ანუ ჯერ დადო, ანუ ინერტულ გმორებში და შემდეგ უკვე აიყვანა უფალმა კაცი, რომელიც გამოსახა და დაადგინა. იგი აიყვანა სულიერ სიმაღლეზე, ღვთის შემეცნების სიმაღლეზე აიყვანა, მაგრამ ეს საწყისი შემეცნებისაცაც ქმნილებას ერთობა აქვს შემოქმედთან. და ქმნილება თავისთავად იმეცნებს და შემოქმედს იმეცნებს და შეიძლება აღალიბებს ურთიერთობას თავის შემოქმედთან. ამის და შეიყვანა 64-ში და უთხრა
რომ უბრძანა ღმერთმა ადამიანს და სამუთის ყველა ხიდან ჭამის ჭამე. ანუ პირველი საზრდო ადამიანის იყო მცენარეული საკვები. მაგრამ ამას აქვს სხვა მნიშვნელობა. მარტოთაც შემადგენლობა მცენარეული ცხოველურია, რომ ხის ნაყოფი მიღებით ხე არ გვდება პირიქით. ახალ ნაყოფს გამოიხებს და ასე ხორციელი სასტო უკვე უკავშირდება ცოცხალი არსების დაკვლას და მიღებას და ანუ ის უკვე ნაყოფს აღარ გამოიხებს. მაშინ და გამრავლდებოდა ცოცხალი, რომ საკვები ყოფილიყო. ეს არ არის მარტო კულინარული პრობლემა, რა შეავს ადამიანი და რა არის ის, რასაც მიიღებს. არამედ აქ მნიშვნელოვანი ის, რომ ცოცხალი არსების მოკლა არ იყო თავიდან. ადამიანი თავის საჭიროების მიხედვით აროდე მოეკლა. და რაც მას სჭირდებოდა თავისი მოქმედების არსებობის, ის ყველაფერი საკმარისი იყო მოცემული მისთვის. ეს მის ბუნებაზეც მეტყოლებს, რომ ცოცხალ ურთიერთობაში ცოცხალი იყო და მცენარესთან ურთიერთობდა, როცა ცხოველთან ის ურთიერთობა ოდესღაც იწოდა მე პირობას, რომ ის მიიღო, უნდა დაეკლა. ამას ჩვენ ვიტყვით, რომ ეს პირობა დადებული, ანუ ეს აბსოლუტური სამართალი, რო ვთქვათ, ოლმხრივ სამართალი იყო მაშინ, როდესაც პირველი ადამიანი ცოდით არ იყო დაცემული. ამიტომაც ფორმა უთხრა, რომ არ მოხდარიყო სამუთის ყველა ხიდან ჭამით, ხო ხიდან კეთდა ბოროტის შემეცნებისა არ ჭამო. რადგან რომ დღესაც შეჭამ, მისგან სიკვდილით მოკვდებით. სიკვდილით მოკვდება თქვენ იცითო, ადამიანმა მიიღო, მაგრამ მაშინ სიკვდილი არ დამდგარა. აქ სხვა სიკვდილზე საუბარი, რომ მან შემოიტანა ადამიანმა თვალსაჩინით კავშირი დაარღვია უფალთან სიცოცხლის წყაროსთან. და ვინც მოწყდა სიცოცხლის წყაროს, თავისთავად ის უკვე ხდება. რაც არ უნდა იყოს, ეს ხეს თუ მოჭრი ის ხმება, ნაყოფს რომ აიღებ და არ შეჭამ დადებდა, ის იხსნება. ანუ ამ ჰარმონიული ურთიერთობის დარღვევისას ხსნადობა შემოდის ქვეყანაში და თვითონ ადამიანში, იმიტომ რომ ის უკვე რომ გადადგას ნაბიჯს ბოროტებისკენ, მერე იმას მეორე და შემდეგი ნაბიჯი მოყვება და ასე მრავლდება ბოროტება და ანუ დაშორება ღვთისაგან და რასაც სულიერ სიკვდილს ეწოდება და მთავრდება ხორცელი სიკვდილით. სამართალი ღვთის აქედან უკვე იყოფა. არის სამართალი ეკლესიისა, მორწმუნე ერისა, საზოგადოებისა, სამართალი და არის სამართალი დაცემულ სამყაროს, დაცემულ ადამიანის, ღვთისგან დაშორებული და ყოფილი ადამიანის. რა შედეგი გამოიღო ამ გაყოფამ და როგორ დაირღვა
ღვთის სამართალი და შემოვიდა სხვა სამართალი. ეს ჩანს ჩვენ გაგახსენთ საქართველოს ისტორიიდან. როდესაც ადამა და მისმა სულმა დატოვეს 64 და გაიყვანა ისინი და იმიტომ რომ ღვთის აბსოლუტურ სამართალში ისინი ვეღარ იქნებოდნენ. რადგან დაშვებულია შეცდომის თუ ცოდის გამო სინოსნაცოდ დაიწყეს თავის მართლება. ჯერ დამალვა შაულის და მე თავის მართლებას და გადაბრალება სხვაზე. ანუ აი უკვე იწყება არღვევა და წდება ეს საეკლესიო სამართალი ადამიანში, იმიტომ რომ ის უკვე იწყებს სიცრუეს, თილის წამებას და შემდეგ უკვე ძალადობად შემოდის სამყაროში. მაგრამ ეს არ გამოიცხობს საეკლესიო სამართალს. და ეს სამართალი ვლინდება სხვათ იგივე აბელში, რომლის შეწირული დღენი სათნო იყო ღვთისათვის და უფალ მიიღო. ანუ სწორი იყო მისი ქმედება. გულით გააკეთა, წმინდით გააკეთა, მონდომებით, გულისხმიერებით და პირიქით იყო სხვა მისი უფროსი ძმის შესული თავის გამოსაჩენად და პირელობის შენარჩუნებისათვის, ანუ კონკურენცია თუ დაპირისპირება თავის ძმასთან. და შემდეგ ჩნდება შურის გზნობა და შემდეგ მიუღებლობა აი უპირატესობის, თავის ძმის უპირატესობის და თავდება მკვლელობით. ანუ საწყისი ბოროტ მოქმედებისა არის მიზეზი ღვთისგან დაშორება ადამიანისა. ღვთის დაშორება ნიშნავს, რომ ადამიანში სინდისის გარნახით ნაკლებად არის და თუ რაიმე კიდე არის, იმ სინდისის ხმას არ მიყვება ადამიანი, იმიტომ რომ სინდის ხმის გარნახი გარნახობს ეკლესიის სამართლის მიხედვით მოქმედებას და ის თუ საპირისპირო ნიშნავს, რომ ის წინააღმდეგი იქნება, ვინც ამ ნიშნით და ამ თვისებით მოქმედებს ქვეყანაზე. და ჩვენ შეგვიძლია ასე გავიხსენოთ, რომ 64-დან გამოსვლის შემდეგ აი ეს ხდება პოლარიზაცია ღვთისშვილებისა და კაცთა ასულების. ანუ ჩვენ ვისაუბრეთ სხვა გადაცემაში მართალია, მაგრამ ჩვენი მსმენელი და ხუთ ერთი აუდიტორია ხდება გაიხსენებს იმასაც ჩვენ უკვე თქვით ამასთან დაკავშირებით. ძველ უკვე ამ სანდაცმო სამყაროში ხდება პირველი მკვლელობა, რომ ძმა მოკლა. ძმათა კვლევა სათავე ეს სამართლობა, ეს ბოროტება აი იქიდან იწყება. ღვთის მცნების დარღვევით. პირველი მცნების დარღვევით, რომ ამ ხისა კეთილ და ბოროტის შემეცნებისა ნაყოფი არ მიიღო. და როდის მიიღო ეს ნაყოფი? როდესაც ეს ნაყოფი მიიღო მასტური სიტყვებს აყოლით. გაჩნდა ახშოთ თავის მოყარეობა ადამიანში იქნება მის გონებაში გაჩნდა დაპირისპირება უფალთან და უგულებელყოფა მისი სიტყვის და შემდეგ უკვე ვნებიანი დამოკიდებულება რაც ადამიანს უნდა.
ესობის მოყვარება კარნახობს, აი ეს მინდა, ეხლა ეს მინდა და მან გონებას და გზნობასთან ერთად ნებას დაუმორჩიო ბორცვს. რასაც ჩვენ სრულად ვუწოდეთ დაცემას, ადამიანის დაცემას და შესაბამისად იღება ჰარმონია მის გარშემო. და ვინც ცდილობს ამ დაანგრეულ წოდებით უკვე ქაოსში ან დარღულ ჰარმონიაში ჰარმონიულ ცხოვრებას ის უნებლით დაპირისპირებული ხდება თვითონ კი არ უპირისპირდება, დაპირისპირებული ხდება, თუ არღებულს ან დარღეული სამყაროს ცნობიერებას, მის კარნახს და ხედავთ იქ ზმაზმას კლავს და შემდეგ იწყება ესკალაცია ბოროტების, ასე გამოიხატებით, რომ შთამოალმა გაინისა უფრო მეტი ცოდვა ჩაიდინა. და თქვა, რომ თუ კი გაინის კვლევს შიდვის მიეძღვება, მაშინ თვითონ ჩადრა და ჩემი მოდის და ჩემის მოდმის კვლევს შიდვის 70 ჯერ მიეძღვება. იგი ეს ესკალაცია ბოროტების. ერთიდან მრავლდება სხვა. შეიძლება სხვადასხვა ბოროტი აზრით მომჩენ დაბეროს ადამიანში და შურის გამო, თუ წყენის გამო, თუ სხვა მიზის გამო, თუ ადამიანმა არ შეაჩერა თავის თავში ის იდგას თვისებს და მრავლდება თვითონ ადამიანში. მერე ეს სულ თუ ფიქრი განსახად იქცევა და მოუწოდებს კონკრეტულ ქმედებისაკენ და ბოლოს სანამ ეს ქმედება თავის უაღრესობას მიაღწევს, პანდემია ჯერ ადამიანი თავის თავში უკვე დარღვეულია. თვითონ თავის თავში კლავს ადამიანს. მის იმიტებს სხვა ადამიანს, იმან უნდა გადალახოს ზღვარი სიცოცხლის სიკვდილის, კეთილ ბოროტის. და ამიტომაც ის უფრო მეტად განიცდის სიკვდილს. ამიტომ თქვა უკან რომ რამსაც კი შეჭამ, მაშინ მოკვდებიო. ახლა ჩვენ განვიხილოთ, რომ დასაბამად ესე მოხდა. დაპირისპირება, ჯერ ჩდება ეს აი ამ დაცემული ბუნების წარმოალი სუბიექტური, ეგოცენტრული დამოკიდების გამო უკვე სხვა სამართალი შემოდის, თავის მართლება, თავის მტკიცება, ცდილობა რომ მოაწყოს გარემო ისე როგორც მას უნდა და ინგრევა ჰარმონია და მეორე არის სეკვრის სამართალი, სადაც პირიქით არის სულიდან ცდილობა რომ ეს გამთლიანოს დარღვეული და თვითონ თავის თავში გამთლიანდეს. თუ თავის თავში არ გამთლიანდა, მაშინ გამთლიანება სამყაროს არ შეუძლია. და თუ სამყაროს გამთლიანებაზე არ ცდილობს, მაშინ თუ მაშინ რამე იყო ნატამალი ამ გაერთიანებს, იმასაც დაკარგავს. ეს პროცესია სულიერი ზრდის და წარმატების, ან სულიერი დეგრადაციის და დაცემის. აი ასე იყოფა ეს სამართალი. ცხადია, რომ საერთოდ თუ სახელმწიფო სამართალი ინარჩუნებს ამტკიცებს გარკვეულ ეთიკურ ნორმებს, მაგრამ ამასთანავე მასში შემოსაპირისპირო. მაგათ უამრავი სხვადასხვა ცოდვები რომ შესახებ
ამბობს, რომ ფალი ადამიანთაგან ირჩევს მას, ვინც მიღება სინის გარნახით, სწორედ მერთან ურთიერთობის სწორ ურთიერთობის შენარჩუნებისკენ მიმართულია. და ეს ხდება სინის გარნახით და რწმენის გარნახით. რწმენა ორივე, რწმენა და სინდისმა აკავშირებს ადამიანს ღმერთთან. რწმენა ჭეშმარიტი, რწმენა ღმერთის შემოქმედელი ხვდენისა, რწმენა ისა, რომელიც მეტელი ამბობს ღმერთის სიყვარულს და მოწყალე და მართავ და წმინდა. და როგორც ვთქვით, ის არის სათავე და დასაბამი სამართლისა ადამიანში. ხოლო ეს სიმართლე შენარჩუნებული იმაში, ვინც ინარჩუნებს იმ ნორმის უფალთან ურთიერთობას, რომელიც ახლავს მას უფალთან, ანუ ემსგავსება უფალს, ღვთის გავსებისგან მიმართულებით არის. და აქედან უფალმა გამოარჩევა, ხედავს ახლა ისტორიიდან, გარკვეულად ადამიანები და გარკვეულად გენეტიკური ხარისიც არის, რომ ამან შვა ეს და ვინ არის მოყვანილი სამაგალითოდ, პირობითად უწოდოს ეს აბელის მოდგმა. აბელი უშვილო მოვიდა, მაგრამ როგორც უფალთან ერთობაში მყოფი ადამიანი, რომელსაც უკვე შეიწირა, ასე განვავსოთ იმ ადამიანზე, ვინც თვისობრივად უფალს უახლოვდება, ემსგავსება. და ამაზე ამან განაპირობა ღვთის მიერ გამორჩეულ ადამიანისა და მათ შორის გახსოვთ ეს წარვნამდე არიან რიგითად მართავთ ადამიანსა და წარვნის შემდეგ და ბოლოს არის ნახსენები აბრაამი. აბრაამი არ არის ჯერ ეკლესია, მაგრამ ეს არის შინაგანი ერთობა უფალთან, რომლის გარეშე უფალთან ურთიერთობა შეუძლებელია. თვითონ ადამიანში თუ არის წინააღმდეგო უფლის მიმართ, მაშინ ეს ურთიერთობა უკვე ვერ შედგება. ღმერთს კი ყველას ცხონება უნდა, ღვთისნება ამას ითვალისწინებს ყველას ცხონებას, მაგრამ შეუძლებელია ყველას ცხონება, იმიტომ რომ ადამიანის ურჩევის და ამ პარტნიორების და დაპირისპირების სული მოქმედებს. და ამიტომაც აბრამის მოდგმაში გახსოვთ მოსეთია სამეთო უფალი აზევს გარკვეულ ჯულს. რასაც ჯული ახლა ჯული ეწოდება. და ამ ჯულში უკვე განისაზღვრება რომელია საეკლესიო სამართალი და რომელი ადამიანის დასამული ადამიანის წარმოდგენა სიმართლეზე. სიმართლე არის, რაც მას უნდა, რაც მას მოსწონს და ის რისაშორთ ის დაწინაურდება და სხვებზე წინ დადგება. ანუ პარტნიორების და თვისებების გზა არის. მაგრამ ამ გზაზე ადამიანს ილდება თანაჩენს. ერთის დარღვევით ხდება დარღვევა მრავალის. და სინას თაზე უფალი მოსეს ათმცნებას და ეს ყველაზე პირადად უმრავლესობამ შემიცა ყველა ადამიანი მოიცის. ხდება, მაგრამ არასრულებს. ეს იქნება პატივისმოქმედ დედას და შეიძლება არღვევდეს ამას. არა იმუშავდა არღვევდეს, არა კაცკლა და არღვევდეს ამ ცნებას. ცილი არ დასამო, მაგრამ შეიძლება არღვევდეს ადამიანი ამ ცნებას. აი, ასეთ აქ ჩანს ეს დაპირისპირება საეკლესიო სამართლასა და
კაცობრიվ სამართალს შორის. რომ გახსოვთ, ერთ უფალი კაინს ამხელს, ხო, სად არის შენი ძმა? აბელი. რადგან უფალმა არ იცის, მაგრამ კაინმა აღიაროს რაც მოხდა. და ის პასუხობს, რა ვიცი, ჩემი ძმის ცველი ხო არა ვარო. ანუ მოიხსნა პასუხისმგებლობა მთელ ძმის მიმართ და იმსხვერპლა მისმა ამბრთავნებმა ეს მისი უმცროსი ძმა. და აღმოჩნდა დაუცველი, მაგრამ უფალი არ მცველი. მართალია მოკლა, მაგრამ მის საქმის გამწელებელი არის მისი მომდენო შვილი ადამის და ევასი. და ხედავთ რომ სინასთანზე უფალი ადგეს ხრცლად შულის კანონებს, მათ შორის პირველად ასეული ათმცნებას. და ჩამოთვლის უკვე გავრცელებულ ადამიანში გავრცელებულ ცოდებს. და მათ შორის ერთ-ერთ დღეს პოპულარიზაცია თუ არა რის მიუხედავად შემწყარებლობა ინერგება კანონის დონეზე. და ეს არის ცოდვა მამაცობის. ანუ მეორე ხმშება ლესბოსური ცოდვა კიდევ აჩნია ბინვისთან. და კიდევ შუშავს რომ მამაკაცო არ დაწვე მამაკაცთან როგორც ხალთან წვევიან. ეს სადაგლობა არისო. ხო, ლევიანთა წინში ჟურს ეუბნება რომ აფრთხილებს რა არის ეს. ასე რომ ოლ ვინც ამ სისადაგლისაგან ჩაიდენს რაიმეს მოიკვეთევ თავის ხალხიდან. მოიკვეთევ ხალხიდან ისე რომ ის უკვე დაშორდება ჭირდება თარწმენას რომ ახლა სისადაგლეს და შეიძლება ღვთის ერისგან მოიკვეთა. თვითონი მოიკვეთა თავის თავიდან და ახლა მოდგმას რომელიც არ იცის ღმერთი და არც უნდა რა იცოდეს. დროსოდნოდა მაშინ ინანებდა. და ახლა არ ნანობს ესე იგი და ეს ცოდვა შემდეგად ვლდება და ვის იხსენებს ამას ძველი აღთქმის ჯული ამის ჩამდენი ორივე დანამონაწილეა სისაგლისა და ამიტომ ორივე მიუღებელია ღვთისათვის. რატო? რომ ორივე ლახავს ღვთის მიერ ბოდებულ მამაკაცის ღირსებას. რომ ორი მონაწილეობს იმაში, რასაც მამობა შედეგად არ მოყვება. და მამობის მისიის წინააღმდეგია. იმიტომ რომ მათი ურთიერთობად არ დაიბადება შვილი და ესე იგი ეს მამაკაცი ვერ გახდება მამა. და გარდა ამისა რომ ის ლახავს ერთი რომელიღაც სხვა მამაკაცის ღირსებას და ამით თავის თავშიც მამაკაცის ღირსებას შეურაცხყოფს. ხო. და ჩვენ ხედავთ რომ თანამედროვე ესეთი საზოგადოება თითქმის ევროპულ ღირებულებად უკვე ითვლება და არა მარტო დაკანონდება, არამედ მოწინებული ხდება და იძულებული და საზოგადოება ამას უნდა მიიღოს როგორც ნორმა. ეს საზოგადოება ღვთის შორდება. და იმდენად დაშორებულია, რომ
ისაც ღვთის წინაშე სიდადაკლია, მას მიაჩნია ნორმად. ეს უკვე ნორმის დარღვევა ხდება მისი ღვთის შემეცნების საკითხი და მეთან ურთიერთობის საკითხი. აი ეს შემთხვევა და მაგრამ რა არის მიზეზი კიდე? შეიძლება თქვა თუ ეს ადამიანს, ვიღაცა პათოლოგიური ტიპია და დაემართა. ხო? შეიძლება, მაგრამ არა, ეს ფართო მოვლენაა და ამაზე ვიტყვით დიაგნოზს მიზეზს ამ წოდისა პავლე მოციქული ამბობს რომ რადგან ცოდნა ღვთის შესახებ გაცხადებულია მათში ადამიანში, ვინაიდან ღმერთმა გამოუცხადა მათ. ღმერთი გამოიცხადა ადამიანს და მის ათიმცნება. და ათიმცებიდან იციან ღვთის ბუნება. ვერ იტყვის რომ მან არ იცის. მაგრამ რატო არ ღვევს ამას? ეს უკვე მისი პრობლემა არის. და რადგან უხილავი მისია ღვთისა, ქვეყნის შექმნიდან ქმნილებაში ხილვად შეიცნობა. ანუ უხილავ ღვთისა მისი ბუნება უხილავი ღვთის მოშ ადამიანში შეიმჩნევა, რამდენად ის ღვთის გავსებას აღწევს. იცოდება მისი სამართლის ძალა და ღვთაებრიობა. და რატო ხდება ეს განცხადება? რათა ვინც დამრღვევია ამისი ვერ აიმართლოს თავი. ამით თუ შეიცეს ღმერთი და როგორც ღმერთს ადიდებენ, ან მადლობას იტყვნენ. აი ამაონი გახდნენ თავის ზახვებით და დაუბნელდათ თავისი გულისხმო გული. თავი მოგთ ბრძენებად და შეიშალნენ. და გაცეს უხსელი ღვთის დიდება ხსნადი კაცის და ფრინველთა და ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა და მსგავს გამოსახულებებს. აი რადგან როგორც კი დაირღვა ადამიანის ცნობიერება და სინდის თან კომპრომისზე მიდის, მაგრამ სინდის ხმას აჩვენებს, ეს კომპრომისი არ არის. ეს ძალადობაა სინდისზე. და როდესაც ამჯერადად ადამიანი გაიმეორებს, მერე სინდის ხმას უკვე ქრება მასში. რომ ის როგორც ადამმა და ევამ იქ ნაყოფი გასინჯეს, შეჭამეს. ახლა თქვენ დაინახეს თურმე დაშვებულია ყველაფერი. ფიზიკური სიკვდილი არ განიცადეს, მაგრამ სულიერი სიკვდილი ნამდვილად უკვე დაეუფლა მათ, რომ ღმერთთან აღმოჩნდნენ დაპირისპირებული, თავის შემოქმედთან დაპირისპირებული აღმოჩნდნენ. შემდეგ ამბობს მოციქული, ამიტომ გადასცეს ღმერთმა მათი გულის თქმებით უწმინდურობას, რათა თავად შეიბრძოთ თავისი სხეულები, რომლებმაც გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება სიცრუეზე და პატივი მიაგეს და იმსახურნენ ქმნილებას შემოგვიძე მეტად, რომელიც არის კურთხეულ გუნცამდე. ამის გამო გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხინოვნებებს, რადგან მათთან ქალებმა შეცვალეს ბუნებითი ურთიერთობა ბუნების საწინააღმდეგოთო. ამგვარად მამაკაცებმაც მიატოვეს ბუნებრივი ურთიერთობა ქალთან და განხურდნენ თავის გულისხმით ერთმანეთზე. ერთმანეთის მიმართ მამაკაცი მამაკაცებთან უყადრისობას ჩადიანო და მის აგებას, რასაც თავადი იმსახურებენ თავიანთი სტუნების გამო იღებენო. და ეს არის პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ, ანუ რომის იმპერიაში უკვე არა მარტო წარღვნამდე, არა მარტო წარღვნის შემდეგ, არამედ უკვე მოსეს
ასე დროს უკვე ჟურში უკვე კანონად შემოდის და მხილებულია და დეფინიცია ამ მოქმედების უკვე განსაზღვრულია ღვთის წინაშე რას წარმოადგენს მაგრამ ვინც რწმენის გარეშე და სინონის გარეშე აგზელს ცხოვრებას ადია ის უფრო შორდება უფალს და ეს თუ და მრავლდება ახლა სოდომის და გომორის სოდოა რომ ასე დაისაჯა ის ქალაქები სადაც ეს გავრცელდა ეს ადამიანები ასეთი სიმკაცით დაისაჯა არა მარტო ისეთ აღარ გამრავლებულიყო ის უკვე გამრავლებული იყო მაგრამ სამაგდოთ მათის ვინც ჯერ არ დაისაჯა რომ შეიძლება ისიც დაისაჯოს ამის შემდეგ და ჩვენ როდესაც სამართალზე საუბრობდით და გავიხსენეთ რომ სულმისის ძეგლის წერა იქ პირდაპირ ნათქვამია რომ საზოგადოება უშედ გამრავლდა ეს ცოდვა ის უკვე იღუპება რატო ღვთის მფარველობის ღვთის შეწევნის ღვთის წყალობის გარეშე რჩება ბეთნურთის გარეშე რჩება კი ცდილობენ ვიღაცები ამის პოეტიზაციას სენტიმენტალიზაციას რათა ესეთ მასურ ფილმს იღებენ რა კარგია და საუკეთესო ადამიანები და როგორი ნიჭიერები და უნდა დამტკიცო რომ მარტო ისინი არ ნიჭიერები და სხვა ნიჭი ღვთისგან ბოძემული ადამიანს მაგრამ რდისთვის ღვთისადიდობა თუ თავის ესე იგი ნებების დასაყოფილებლად ეს ნიშნავს ეს აი აქ ჩვენ ხედავთ რომ როგორ დარღვევა მოხდა პირველ საწყის მდგომარეობიდან დღემდე როგორ ირღვევა ყველა თაობაში ეს პრინციპები მაგრამ არა მარტო ეს ათინსებიდან ყველამ კარგად იცის ერთი მათგანი პატიეს მამაშენ დედაშენსა რათა კეთილ გიყო შენ და ბევრი იყო ჩვენსა ზედა შენთვის არის კარგი თუ შენ სიცოცხლის საწყის არ სიმპატიებს მამას და დედას ცხადია რომ შენ უკვე აშევებ არა მარტო დედის ან მამის წინაშე არამედ აშევებ და შემოქმედის წინაშე ვინც შექმნა და ქვეყანა და მამობრივი მისია ღვთისაგან მოდის ღვთის მიერ ადამიანში და ცხოვრთა სამყაროშიც არის ხო ცხოვრი როგორც ან დედი როგორც იცავს თავის ნაშიერს თუნდაც მისთვის და არც ეცდება მის მოკლას თავის თიახში იმიტომ რომ ამის მოცემული არ აქვს მას ამის შესაძლებლობა და ადამიანმა თავის გონებრივი განვითარებით სწორი გადალახა ეს ზღვარი და შეძლო ძველადაში სამართალზე ჩვენ ვსაუბრობთ თქვენ იყო რომ თუ მოხდა რომ განზრახვა რაღაცა დარტყმა მიეყენოს დედაკაცს უკვე ფერდიმეს და მოწყდა ნაყოფი როგორ შეჟილი ყოფის მას ამ ადამიანს თუ უნებლიეთ მოხდა ეს არა მიზნობრივად მაინც დანაშაულია მაგრამ ნაკლები თუ მიზანი მართულად ხდება ეს კაცის კლუბის დონეზე არის აი აქ უკვე სამართალი და საერო სამართალი დღევანდელი ნორმებით როგორც არის დღეს ეს უკვე არ იცლება მორდებას მეტად შემოსავლის წყალთაც იქცა რა მომთაობის წარმოდგენის ველობა მოსკოვა ვიტყოდი საქართველოს მაგალითზე რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში
ქართველები მილიონზე ნაკლები ვიყავით. და მესამე საუკუნის ბოლოს, როდესაც შეწყდა ლიკიანობა, ომები მეზობელ ქვეყნებთან და დამპყრობლებთან შეწყდა ეს ომები. მოხდა ეს. 3 მილიონზე მეტი გახდით. ანუ 3-ჯერ გაიზარდა მოსახლეობა. და მე-20 საუკუნში იმას ვერ ვიტყვით. 3 მილიონს ცოტა აცდნენ, 5-მდე გაორმაგებაც არ მოხდა რა. და მე ის დაიწყო კლება მიზეზთა გამო. ანუ ჩვენში სიკვდილიანობა აღემატა მშობადობას. აი ეს არის შედეგი. და ამ პროცესს საერო სამართალი სამართლებს. გეგმით, განზახვით, არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ეს არის შედეგი ნაყოფი, აი აკრძალული ნაყოფის მიღების გამო. აი ასე შეიძლება ჩვენ განვიხილოთ კიდე სხვა ურთიერთობები ადამიანებს შორის, არის სუბიექტური ურთიერთობები, არის კანონისმიერი ურთიერთობები და რისკენ მოუტადებს ღვთისმსიტყვა, წმინდა წერილი, ეკლესია, ანუ საეკლესიო სამართალი და ადამიანები მიიჩნევენ თავის უფლებად, რომ დაარღვევს ეს სამართალი და შემოიტანოს სხვა სამართალი. ამის დავასრულე ჩვენ საუბარს და გემშვიდობით. მერტად დავუხსნით.